მოგესალმებით. ზაზას მიერ ნაჩოქარი თურქული არა, სომხური ყავის ჭიქით. სომხები ძალიან მაგარი ხალხი. ჩვენზე ჭკვიანი, ჩვენზე მოხერხებული, ჩვენზე წინწასული. არა, ჩვენ უკვე ისე დაგვფლითა, დაგვგლიჯა, დაგვანაწევრა, დაგვაქუცმაცა. დაქუცმაცებული ფეოდალური ბავშვობაში რო გვასწავლდნენ ხოლმე ისტორიის გაგვეთაც. გილოცავთ ასრულდა თქვენი ქართული ოცნება, მეგობრებო, თქვენ მოხვდით ამერიკის რადარების ქვეშ, ხო გგიდოდათ რომ მოხვედრილიყავით ამერიკის რადარების ქვეშ? ხო და მოხვდით. საქართველო არის თურმე ჩრდილოვანი სატრანზიტო ქსელის ნაწილი ჩინეთისა. აი იმ ჩინეთისა. აი რა სიტუაცია გვაქვს. ესე იგი მე უკვე ცხვენია და დავიღალე მე რამდენჯერ უნდა გითხრათ რომ ტრამპი არის გენიოსი ადამიანი და ვინც ამბობს რომ ტრამპი ესე, ტრამპი კლოუნი, ტრამპი სულელი, ტრამპი ისა, ტრამპი გაუნათლებელი, აი ის არის ზუსტად ეს ყველაფერი, ან სპეციალური აჯენდა აქვს, რომ ტრამპის ესე რა ქვია, იმიჯი გააფუჭოს, მაგრამ ვერ გააფუჭებს, ხალხო. 25 წლის ასაკში მამამისმა 63 კომპანია მიაბარა ტრამპს მას ემართა ეს 63 კომპანია იმ წლებში ნიუ-იორკში. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ამ ადამიანს რა შესაძლებლობები აქვს კოგნიტიური ტვინის ასე შემდეგ და საერთოდ სხვა შესაძლებლობებიც იმ პერიოდის ნიუ-იორკში. დღევანდელი ამერიკა ხელიდან არ გაუშვებს საქართველოს, იმიტომ რომ საქართველო ჰაერივით ჭირდება. ამას გავიძახე წელიწად ნახევარი. ხო, თქვენ ამას ჯერ ვერ ხვდებით, იმიტომ რომ მანამდე სხვა რაღაცები არის დასალაგებელი. ჩვენ რიგში ვდგევართ. ის რაც ხდება დღეს რუსეთში, უკრაინის ხელით. თქვენ რა გგონიათ, რომ ეს უკრაინის დამსახურებაა? ამის უკან ამერიკა დგას. ეს იცოდეთ, ის რომ ჩინეთი უკვე მუხლებ დაჩოქილი დგას ამერიკის წინაშე. ქვეყანა, რომელიც გამოირჩეოდა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ეკონომიკით მსოფლიოში და უსწრებდა თითქმის კინაღამ გაუსწრო ამერიკას. ამერიკა იყო ჩაშვებული, ჩაბანძული, განადგურებული, გაპაზორებული ქვეყანა, სანამ ტრამპი ჩაიბარებდა მას და კაცმა ეხლა ამ თავისი დოქტრინის საშუალებით უნდა ამოქაჩოს ეს ჩავარდნილი ქვეყანა. ტრამპი პოლიტიკოსი არ არის და მადლობა ღმერთს რომ პოლიტიკოსი არ არის. პოლიტიკოსების დრო უკვე წავიდა, დადგა დრო სახელმწიფო მოღვაწეებისა. პოლიტიკოსი, რომელიც ფულზე არ გელაპარაკება, ის არის მატყუარა პოლიტიკოსი. პოლიტიკოსი, რომელიც გელაპარაკება დათმობებზე, ამაზე, კლიმატური ეს და სხვადასხვა პროექტებზე, ის არის მატყუარა. პოლიტიკოსმა უნდა გელაპარაკოს ფულზე და ზუსტად სულ ფულზე ლაპარაკობს დონალდ ტრამპი, იმიტომ რომ ფული არის მთავარი მამოძრავებელი ენერგია ამ დედამიწაზე სამწუხაროდ. და ფულმა უნდა გადაწონოს და გადაიბიროს ყველა კონფლიქტი. და სწორედ ფულის საშუალებით, ტარიფებით ებრძვის ისეთ ქვეყანას, როგორც არის ჩინეთი. დღეს ორი არჩევანი გაქვს, ან ჩინეთის ახარ, ან ამერიკის. რუსეთს უკვე არავინ არაფერს აღარ ეკითხება. ეს ხომ ძალიან კარგად ვიცით. ტექნიკურად ბანკროტმა ქვეყანა ამერიკამ ტექნიკურად შეძლო ის დონალდ ტრამპის ხელში რომ გამხდარიყო თავარი მამოძრავებელი ძალა და მისი დოქტრინა და მისი სავაჭრო ეკონომიკური გეგმები სკოტ ბესენთან ერთად ის გენიოსია სკოტ ბესენტი ვიცით აუცილებლად გახდის მას და უკვე გახადა ის ლიდერად. და ეხლა ცოტა დემოკრატულ შტატებში $4 თუ ეს თქვენთან გენაცვალე მიცი რომ ქართველებიც მიყურებენ და წუწუნებენ კალიფორნიებში და მაიამებში ეს მოკითხეთ თქვენს გუბერნატორებს რა ძალიან გთხოვთ და გევინ ნიუსომებს და ასე შემდეგ. კიდევ ერთხელ ვამბობ, აღარ დავიღალე სულ ერთი და იგივეს ვამბობ და აღარ შემილია ეს გაფუჭებული არღანივით სულ ერთი და იგივეს ვატრიალებ. საქართველო უნდა მოემზადოს ამერიკისთვის. მოემზადეთ მეგობრებო.